მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა შემოვარდი ოფისში და გადავწყვეტე რომ სასწრაფოდ ვიდეო ჩავწერო. და რა მინდა რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენი გენერალური სპონსორი არის ლიდერბეთი. JVV. მოკლედ დამავიწყდა გამთის საით აყენებ რომელს, მაგრამ არ აუშავს. ლიდერბეთი JVV სპორტი. თუ ამერია პირიქით დააყენე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მადლობა ლიდერბეთს ასეთი გვერდში დგომისთვის. ჩვენი გენერალური სპონსორი არის ლიდერბეთი. მოკლედ მართლა მაგიტო კი არ შემოვარდი უცებეს რო გითხრათ, ეს ისედაც იცით მეგობრებო. მე მინდა ვისაუბრო უშუალოდ ანუ ეს ციფრები რა არის, ბილეთების პასები. ძალიან ბევრი შეკითხვა არის, რა უბედურება არის 60 ლარიდან 3000 ლარამდე. მოკლედ ეს სხვაობა კი გასაოცარია, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მეგობრებო, 60, 110, 120, 130. აი ბილეთების სხვაობა. მერე 3000 ლარიანი რო ავიღოთ, ეტევა 10 კაცი და გავყოთ 10 ჯერ გამოდის 300 ლარი კაცი. ნუ საბოლოო ჯამში 150 ლარიანი ბილეთიც კი მექნება, მაგრამ შეხედეთ 300 ლარი უშუალოდ. მაგიდან, გვალი მაგიდან, სადაც დაждდება 10 ადამიანი, შეუძლია ერთმა კაცმა დაპატიჟოს 9 დოგმა კი არ არის, ყველამ სადაოთ იყიდოს, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით იყიდოთ, მაგრამ შეხედეთ, ყველაზე კარგი რაც არის, ამას აქვს მენიუ. ამ 10 მაგიდას, ამის მენიუსაც გამოაქვეყნებთ. არის სრულიად საკმარისი საკვები გათვალისწინებული ამ 10 კაცზე, მთელი შეჯიბრების სრულობის პერიოდში, რომ რაღაცა იქ ტკბილეულიც იქნება, საჭმელიც იქნება, ქართული კერძებიც იქნება, ყველაფერი და რაც თორე მომსახურება იქნება ლიმიტირებული მეგობრებო და ძალიან კაი მისაღები ამბავი არის ეს. აი სამეგობრო რო შეიკრიბოთ, აი 3000 ლარიანი მაგიდით ზიხართ წინ 10 კაცი, რომლებიც უყურებთ სულ რაღაც 2-3 მეტრში ამ შეჯიბრს ყვებით, ანუ სანახაობა რა ახლოს აგაქვთ რა. პლუს მაგას ეს 3000 ლარიანი მაგიდა იქ ძალიან ცნობილი სპორტსმენები იჯდებიან, მოწვეული სტუმრები რა თქმა უნდა. სხვადასხვა სპორტის სახეობიდან და ესეც იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ თუ მკლავჭიდი გიყვარს როგორც სპორტი, ისე შეიძლება სხვა სპორტის წარმომადგენლებიც გაგიხარდეს, რომ დაინახოთ ახლოს გადაიღოთ სურათები და ასე შემდეგ. უფრო ნაკლებად შანსი ექნება ამ 60 ლარიდან 130 ლარამდე, რომელიც გაძვირდება დაჟე, რომ მსგავსი შესაძლებლობით ისარგებლოს რა. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის. მოკლედ გასაკვირი ფასები არ არის. სხვაობა 3000 ლარზე კი არის ანგარიშოთ 60-დან 300 ლარზე, იმიტომ რომ ერთ მაგიდაზე შედის დაახლოებით კი არა 10 კაცი და 10 კაცის მენიუ მეგობრებო. ანუ საჭმელს ასმენი. კაი რესტორანში რო დაждეთ 10 კაცმა იქებოთ, მსგავსი სიტუაცია გამოგივათ აქაც. მე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.